აუის თუ ნუნუა ეხლა მომკლავს რა უნდა რა შემჭამა ამ ქალბა რა გავაკეთო ვერ გავიგე რა გინდა ქალბატონ არ გავახებ კაც და რანაირად მომკლავს აი ეგრე ვიქნები აი ესე რა უნდა ვერ გავიგებოს არ მეშვიდა ეხლა ვინ ხარ ლაშა ვარ ლაშა პატა ლაშა ხარ თუ ნუნუ ხარ ლაშასთან საწმელში რა ნუნუ რა ნუნუ ლაშა ვარ კაცო კარგი მისმინე მაშინ ინდირა ფეუძიმედა ხო აჰა ესე იგი არ ყოფილ ხარ ნუნუ ხო მისმინე გვერდით ვინ გიდგას სოფია აჰა სოფი ნუნუ ხარ რა ნუნუ გააღემეთი კარი და კარგი გავაღებ ხო აბარას ვიზავ რა იყო რა გჭირდა ო მოდით როგორ ხართ პატა ვიდა ჩვენ გავალთ და მერე მოვალთ რატო გახვალთ რა ნუ ხართ რომელიმე აქედან არც ერთი ხო და შემოდით მე რატო გახვალთ მოდი სოფი რა გჭირს რანაირად იქცევი შემოდი ესა ისე რაღაცა ცოტა მწხვენია ესე რომ შემოგეჭერით კარგი ხა ისიც მწხვენია რა გჭირს შემოდი მეთქი ისიც მწხვენია რა არის მოსარიდებელი მოდი შემოდი დაჯექი სოფი რამე სხوارდალებ ჩაის ბატონო მოდი ერთ რა იყო არ გინდა რომ ჩაიცვა რატო არ მცივა და რა ვიცი იყოს რა მოდი დაჯექი ერთი რა ხდება მომიყევი აბა რა არის საფრთხე შემოხოდი ეს იგი რა ხდება მოდი ლაშამ კი მოდი კი მე და ლაშამ გადავწყვეტეთ რომ თეკლას გავუკეთოთ სიურპრიზი თეკლას გავუკეთოთ სიურპრიზი ხო თეკლას გავუკეთოთ სიურპრიზი და შევღებოთ კაფეტერია მაგრამ რა შეეცი საქმე ჩვენ ორნი ვართ და ლაშა მარტო ცოდოა ისი არის სიურპრიზი კარგია ხო თეკლას გაუხარდება ხო აი მე ვგიჟდები სიურპრიზებზე უცბად რომ გაუხარდება თმები გაეჩეშება და ძალიან ბევრს დავცი ხო მაშინ მე ისა რა ქვია შემღებეთ და ისე გამიყვარეთ რომ ნუნუ არ მისნოს და შენ კი შეგღებავთ მაგრამ ახლა ნახე რა შეასაქმე არავისთან არაფერი არ უნდა წამოგცდეს არაფერი არ უნდა იცოდეს არა სოფი რას ლაპარაკობ ხა რას ამბობ ვისთან რა უნდა წამოგცდეს მე ვის რა მე არავის არაფერს არ ვეტყვი. კარგი, ახლა მე წავედი მოკლედ, გამოვიცვლი და მე ერთად წავიდეთ, ხო? ხო, ახლა გამოსვლას რა აზრდები? წავედი მე. პატა, მოდია, პატა, ერთ მოდია. თავი რაღაცის თქმა დამავიწყდა. ნუ დამავიწყდა რა, შესავალი კი გაუკეთე, მაგრამ რა არის ახლა შეღებვა კი გვინდა ამ კაფეტერიის, მაგრამ საღებავზე დაგვაკლდა ფული. ხო და ელენეს აქვს ჩემი ფული. მე მან კი გამოვართი ეს ფული, მაგრამ მე მითხრე ლაშა მომისმინე ერთი წუთი რაღაც ვერ გავიგე ხა შენ მეუბნები მე რომ მე უნდა მივიდე ელენესთან შენ დასთან და უნდა გამოვართო ფული რომელიც შენ გჭირდება რომ შენ მერე წაიღო ეს ფული და შეღებო შენი კაფეტერია რაღაცას მატყუებ თვალებში მიყურე ბატყუებ ხა რა ხდება მითხარი რას გატყუებ მორჩია მაიმუნობა წადი ჩაიცვი და გავიდეთ ელენესთან თხოვე ფული მე აგიხსნით დაწვრილებით ყველაფერს არ შემიძლია და მე ვიყავი კაცო კი ბატონო კარგი წავალ მაგრამ არ ვიცი კი ბატონო ხო გადი მე მეჩქარება მალე ნუ სადარი მე რო უთხარი რა კარგი უთხარი ნუ უცებ რო გასული ხო რა
ნიკას არა, მაგრამ ლაშას ძალიან მოწონს კატო. მეც ეგრევე შევამჩნია. თან რაღაცნაირი სპეციფიური ხმით ელაპარაკება. არა, სოფიკოსაც რაღაცნაირად ელაპარაკება, მაგრამ ამასთან რაღაცა სხვანაირი ხმა აქვს, უფრო სერიოზულია ამასთან. როგორ ახარ თეკლა? რა იყო ლაშა, მეც მოგეწონე? ლაშა, შეგიძლია ჩვეულებრივად ილაპარაკო, ნიკა და კატო ეზოში არიან. ეზოში არიან? მეშინია, ამას ვინმე მესამეც არ შეუყვარდეს. როგორ შევამხედეთ და აბა როგორ გამომეყვები რა? მოიცა, ლაშა, რა გჭირს, რასაკეთე? ვერ ხედავ აივანზე რო ვარ, ხება? მინდა რომ გადავხედოთ კატოს და მაინტერესებს იქი და როგორ ჩანვარ. ანუ ელენე ნუნუ აქ არ არის. არა, პატა. რა ვემალები, რა შემიძლია. მე პატა, რაც პალერმოდან ჩამოხედი, არ მინახი ხარ, როგორ ხარ, აშვები, მომიყევი რა ხდებოდა პალერმოში. თეკლა ეგრე რატომ ისმენ? ყურს ხო არ დაგაკლდა? არა პატა, ცხვის გატოლებს. კარგი, დაჯექი, მოდი. მომიყევი პატა. ძალიან მაგარი. ეხლა გითხრა. პლაჟზე ვარ წამოწოლილი, ხო და? მოდის შოკოლადისფერი გოგო. ძალიან მაგარი გოგო მოდის შოკოლადისფერი. პატა, აღარ მინდა ხარაგაულის ამბები მომიყევი. ხარაგაულის ამბები გითხრა მაგარი. შენ ხო იცი წყაროსთან რო ცხოვრობს ის რა ქვია, ორხელა ზურა, ხო იცი? ხო. მაგასთან ჩამოვიდა სტუმრად მაგარი გოგო, კერათმიანი, გამხდარი, იცი რა ფიქრია? მინდა პატა, აქ რა ხდება? აქ რა უნდა ხდებოდეს? დამსდევს, ნუ რა ვიცი, დღე და ღამე მოიყვანე ინდირად სოლადო, მეტი რაღა უნდა ხდებოდეს. კარგი პატა, აღარაფერი აღარ მომიყვე, დაჯექი ჩუმად და მიყურე. პატა. გამოდი გარეთ, არაფერს არ დაგიშავე. გაგლანძღა ვერც და შედი მერე. პატა, ხარ შენ? არა. მაღაზიაში მივდივარ. მე ვერ ჩამომიდექი აქ და მისმენ, წადი და აყენი შენ გზას ბარაკა. რატომ მიყვი რა გინდა? აი მე ფრიდონ, შენ ჩემი ყვირილი არ გაგიგია. როგორ არ გამიყვი ამ დილით აიმიდან ემზარს უყვიროდი, ეზოში მაგიდაზე ნუწევ ხარ. ფრიდონ. აიო. თავს ნუ გამალანძღვინებ. რა გინდა რას მერჩიეთ? აი მე ზვაჟბატონის სახშერა და ვიღაცა ხომ უნდა გავლანძღო. და საერთოდ ფრიდონ, შენგან წყალი ჩამომდის. წყალი ორი დღე არ მოდის და როგორ ჩამოდის? მაშინ ხმაური ჩამოდის. მარტო ვარ სახლში. აივნის მიშენება ხო გინდა დამიბნელებს ჩემს ბინას. არაფრის მიშენება არ ვიდა, საით არ მოვიტანე ახლა იქ. მაშინ პირდაპირ გეტყვი ფრიდონ. ხა. გაგიხმეს თავი. რა გინდა ადამიანო, რატომ მეჩხუბები? რას მერჩი? რა დაგიშავ? რა მინდა და შენი მეზობელი სად არის? არ უნდა იცოდე? ვიცი, სად არის? 2 წუთის წინ გავიდა სახლიდან. ხო, იცი, ხო, არაქცხენი, ამხელა კაცით გახარ და უცხოთვალე მეზობლები სად მიდიან და მოდიან. შენ ყოთუხარედი ჭორი კანაკაც. მადლობა. ნიკა, რასაკეთე? რა ვიცი, სუფთა ჰაერს ყვაპავ, ჩიტების ჭიკ-ჭიკს უსმენ და ტყვები ლამაზი ხედით. და რატო არ თამაშობ? 11 წლის ვარ და სადღამათ მაგის ხალისი და ენერგია. თამაში ჩქარ, წად. იცი რა? როცა ვთამაშობ, მეუბნები არ ითამაშოდა. როცა არ ვთამაშობ, მეუბნები ითამაშოდა, რა ვქნა? რა უნდა ქნა, ხან უნდა ითამაშო, ხან კიდე არ უნდა ითამაშო და შენ კიდე ხან არ თამაშობ, ხან კიდე ჰა? კარგი, მართლა მითხარი რა მოხდა? ბურთი სად წაიღე? დიდ ბიჭებს ვათხოვარ. რატო? თხოვს. როგორ? როგორ და უმორჩილეს. ეგ როგორ არის? როგორ და მოწიწებით. კაი, მართლა მითხარი რა მოხდა, რამე ისეთი ხო არ გითხრეს? არა, ვერ მოასწრეს. სანამ ძალიან ცუდს მეტყოდნენ, მივეცი ბურთი და გამოვიკეცი. ესე იგი ბურთი წაგართვეს?
რომლებმა? აი იმან, ჩემს აწყალბურთს ძლიერ რომ უტყავს ფეხს. დეგენი არიან დიდები? ეგ შორიდან ჩანან პატარები თორე რომოლი ცირამხელები არიან? მიდი ერთი მომიყვანე ორივე. არა კაცო, მე გოგო ხარ და რამეს გეტყვიან და მე უნდა დავარტყა და ცევენ. აი მიდი მომიყვანე ჩქარა. ჩემი დანაშაული გასაგებია, მაგრამ აი პატამ რა დაგიშავა. აი მე ფრიდონ. აი ჩამოვიდა ამას წინათ და მუხლებზე დაეცა და მთხოვა. შენი ინდირა გამომაყოლე ცოლათო. მე პატა თავიდანვე არ მომწონდა, მაგრამ ბავშვებს ხელს ხوار შეუშლდი. თან ჩემი ინდირას დათანხმდა. მე დავნიშნეთ ქორწილის დღე. ყველამ გაიგო. ხო და ეხლა იმალება და მეუბნება აღარ მოვიყვანო ცოლათო. აბა ხო და შემირცხვინა ჩემი ინდირა, ჩემი წესიერი პატიოსანი, არაჩვეულებრივი ქალიშვილი. კი. ამანი კითხოს ამ უბედურმა რომ დარჩება უცოლო თორე ჩემი ინდირას უკვე ყავს თაყარის მცემელი. 3 დღეა ურეკავს, ძალიან სიმპათიური ყმაწვილი. აჰა, ურეკავს ტელეფონზე და სიმპათიური როა საიდან იცი ახლა? არ იქნება და იმისი აჯობებს. არ არის საცი, არა, ხომ გითხარი, არ არის საცი. მე კი ვიცი, მაგრამ ამან იცის კარებმა პატა რა დღეში ჩამაგდე, რა დღეში. რა იყო? რა დღეში ჩამაგდო პატა. ხო, და უსინდისოა ეგ და მათყუარაა ეგ. ერთი წუთით ვის ლანძღავს შენ? შენ ყველაფერი არ დამთავრებულა. შეიძლება პატამ ჩემი შვილი შეეწუზე ჩემს სიძეს ლანძღავს? შენ წითელ თამაშოს მიხედე. კარგით. ჩემს ლანძღვას თუ მორჩით, შეიძლება რომ მე წავიდე? წადი მე პატა. ისე, ძალიანაც ნუინერვეულებ ხალბატონო ნუნუ. უარესებიც ხდება, ზოგი გათხოვებამდე ფეხძინდება. აიმე, მასვე. პატა. არის კონდიციონერი. პატა. ბოდი ცოტა ხნ დაგტოვებ, ხო? კარგი. ელენე, შენთან მაქვს საქმე. დაგტოვებთ. მადლობა. ელენე, რა უნდა გითხრა? გახსოვს შენ რომ მითხარი მე 200 ლარი მას ესხეო? კი პატა. მე რა გითხარი? არ მაქვსო. რომ ქონოდა აუცილებლად მოგცემდი. პატა, ფული გჭირდება? ნუ ეხა მჭირდება რა, პრინციპში მე არ მჭირდება, მაგრამ გამოდის რომ პრინციპში მე მჭირდება, იმიტომ რომ რამდენი გინდა? რამდენი მინდა და 1000. ჯანმრთელობა ლაშა. რამდენი მინდა და მოკლედ 1200. 1200, ხო? 200 ხოციდებითა ეს. პატა, მაგდენი მართლა არ მაქვს. და პატა, რაში გჭირდება? რაში მჭირდება? ნუ იცი რა, ეხლა რა მნიშვნელობა მჭირდება, ძალიან მჭირდება, რო არ მჭირდებოდეს არ შეგაწუხებდი. იცი რა, 1-2 დღე თუ მოიცდი, სესხს ავიღებ. მართლა? ხო. 2 დღე ეხლა 2 დღე გვიანია, 2 დღე დაგვიანდება, მაგრამ რა არის იცი, შეგიძლია ელენე 2 დღის მერე 200 ლარი მომცე მე. პატა, ლაშას რო სწხოვო? არა, ლაშას ვერ ვიტყვი, მერიდება რა. ისი გერიდება? მერიდება, აი, პატა, ლაშას ვერ ვიტყვი. ლაშა მე ვეტყვი. ლაშა, ერთი ლაშა. ხო ელენე? თვითონ ერიდება, ვერ გეტყვის, ამიტომ მე გეტყვი. პატას ძალიან ჭირდება 1200 ლარი, და არ შეგიძლია 800-ს, ხო? 200 მივცე მაგას. მაიმე პატა, ლაშასაც არა აქვს. აუ რა უკნა არა და ძალიან მჭირდება, ეგ ფული რო არ ვიშოვო, გავგიჟდები თავს მოვიკავ. აი რო არ მჭირდებოდეს, მართლა არ შეგაწუხებდი. გავაკეთო აღარ ვიცი. პატა, ნუნუს რო თხოვო, რა ვიცი, ქალიშვილს გაყოლებდა და 1200 ლარსაც იშოვს. კარგი ელენე რა, კარგი რა, არა ძალიან მჭირდება ეხა პრინციპში მაგ ფულის გულისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი ინდირას გარდა. ისე რატო პატა, რატო? შენს ადგილას 1200 ლარის გამო ნუნუზეც არ ვიტყოდი უარს. მართლა ლაშა, ხო მაშინ მიდი ნუნუსთან და უთხარი რომ 1200 ლარი და ინდირა მომეციო, მიდი. კარგი ვიხუმრე, ხო რა იყო? არ ვიცი. პატა, მე რატომ არ მეკითხები? ვაი, მართლა თეკლა როგორ გამორჩა? რატო არ გითხე თეკლას? რატო არ გითხე? თეკლა. შეგიძლია რომ 1200 ლარი მასეს, ხო?
ბატა, გასესხებდი, მაგრამ მართლა არ არ ვიცი, გავგიჟდები რა გავაკეთო, არ ვიცი. წავალ მაშინ და სხვა რამეს მოვიფიქრე. ბაბა, რა ვქნა, რა გავაკეთე? რა ვქნა ეხლა, წავალ სხვა რამეს მოვიფიქრებ, იმიტომ რომ რაც შემეძლო, მე ყველაფერი გულით გავაკეთე და გონი დაინახა იმან ვისთვისაც მინდოდა, რომ გულით ვაკეთებდი ყველაფერს, რომ გულით მინდოდა და თუ ვერ დაინახა, დაუბრმავდეს ის დაკაჩული თვალები. ავედი მე ამას ბოდიში ამას ავიღებ, ნუ მარ დამინახოს თორე. გამდევს დღე და ღამე წავი. კარგად დაიფარე, ბატონო. კარგად დავიფარე, ფაფა მინდა ეხლა მე რომ აი ბატონო ფრიდო, თქვენი შეკვეთა. ხო, მადლობა. მადლობა. რა არის ესეც საშინელი გემოა? არა. ბატონო, რა მოგართვათ? გიშერი ავითვალის გარო დამიფაროს. და ჩემი ინდირა ხوار დაგინახავს. ინდი. კი, აი დავინახე. ესენი ერთად რატო შემოვიდნენ ვაიმე? მეც ვაიმე, ერთი ჭიქა მომიტანე. მამა. დედა, ორი ჭიქა მომიტანე. რაღაც მინდა გითხრათ. ვაიმე, მე მგონი ხვდები რაც უნდა გითხრან და ნეტა ვერ ხვდებოდე ფრიდონ. ბევრი რომ არ ვილაპარაკო პირდაპირ გეტყვი. ილაპარაკე, შვილო, უცებ არ მითხრა. გაიგე? ხო დაეგრე დიდო ბიჭო. ძალიან მაგარი გადარჩენილები ხართ. კიდე კაი ბიძამის მარგა იგო ეს ამბავი, არ ვიცი მე რა. ბიზნეს ის არ არის საშუალო სიმაღლეს მსუქანი ნამცხრებს როაც ყოფს. ეგ არის, მაგრამ მე მაგაზე არ გეუბნებით. მეორეზე გეუბნებით, რაგბის ტირო არის. მოკლედ მაგარი გადარჩენილები ხარ. ისა შენ მითხარი პატარა ბიჭი რა გქვია? ლევან. კარგი ლევანიკო, აიღე ხარ ეს პარკები და აიტანე სახში ნიკასთან, ვითომ ნიკამ გამოგატანა. მიდი, დროზე. და შენ რა გქვია პატარა ბიჭი? ზაზა. ზაზუკა. ზაზუკა, შენ დადექი კარში და ნიკა ბურს დაარტყავს. დროზე. მადლობა კატო, ჯიგარი ხარ. კაი რა მადლობა. კიდე ნაყინი გიყიდო? კი. მომეფონი. მამა, ხალბატონი, გადარწმუნებას ნუ ეცდებით. რამდენიმე დღეა რაც მე და ინდი ერთმანეთი გავიცანით. ვაიმე, ინდი ვინ არის? მე ვარ დედა. ვაიმე, შვილი გადაბიგვარა უკვე. აცალე ლაპარაკი და მერე გალანძღეგას. მოკლედ მე და ინდირას ერთმანეთი მოგწონს და ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. ვაიმე, შვილო, დაფიქრდი, კარგად დაფიქრდი, ოჯახს გინდა მოეკიდო, ისედაც რამდენი რამე გკიდია. თან ვინ გინდა დამინათესავა? სულ, სიჩო მე მჭირდება. ინდირაშვილო, მე კარგი როგორღაც გადავიტან, მაგრამ მამა შენს ემზარს როგორ ეტყვი? ფუთხარი უკვე. მერე? ნუ, თავიდან არ მოეწონა, მაგრამ მე დაგლოცა კიდეც ბობიმ კონიაკი რომ იყიდა. დედა, 23 წელი ამისთვის გზარდე? მეც ამისთვის გზარდე? 2 კვირა. შვილო, მომისმინე. დიდია შენზე ასაკითაც და რაოდენობითაც. ვაიმე! თათია. ამბავი გავიგე. ნახე თათია. თათია. ვაიმე რა მაგარია. აბა, ვაიმე. კარგი, წავედით ჩვენ, უბრალოდ გვინდოდა რომ გწოდნოთ. კარგი, კარგა დედა. ნახვამდის.
ვაიმე თურმე ვინ ურეკავდა შენ შვილს თუ აი მე კიდე როგორ სიმპათიურზე ვოცნებობდი დედა ვის გადაკიდებია ჩემი ინდირა შენი კი არა ჩემი ვის გადაკიდებია ვინ შეყარებია ვინ შენსაც კი არა ჩემსაც ვინ შეყარებია ჩემ შვილზე რეფს ლაპარაკობ შენ კარგი ეხლა ვიცი რომ ფეხმძიმეთ არის შენი ინდირა ვაიმე ჩემი ინდირა ფეხმძიმეთ დედა ცუდათა არის ფეხმძიმე შენ ვიგითხარ ფიდო რომ ამოვაძრო ენა რა ვიცი იმდენმა ვინმე მითხრა პირველმა ვინ მითხრა არ მახსოვს ჩემი ინდირა შენ წითელთავიან შვილს უნდა გაყვესწოლა წითელთავიანი თუ არ გინდოდა ყავდა ჭაღარა და დაგეტოვებინა იქ ნუ დამცინი ფრიდო ნუ დამცინი მე ჩემი ბერძენიშვილი მაინც მეყოლება და შენ სხვისი ბერძენიშვილი რო გეყოლება ნახე მე ვაიმე სად არიან რა? სოფი მითხრა გამოვივლიო, ლაშაც არ ჩანს. არც პატა. ელენე აუწიე რა საინფორმაციო დაიწყო. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ქრონიკას 8 საათზე, ახალ ამბებს მე ლაშა ხარაზიშვილი გაგაცნობთ. ახალხან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ძარცვა მოხდა DGB ბანკის ერთ-ერთ ფილიალში. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება, მიმდინარეობს გამოძიება. რაო, რა თქვა? გადაახვია მიდი. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ქრონიკას 8 საათზე, ახალ ამბებს მე ლაშა ხარაზიშვილი გაგაცნობთ. ახალხან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ძარცვა მოხდა DGB ბანკის ერთ-ერთ ფილიალში. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება, მიმდინარეობს გამოძიება. რა თქვა? რა და დან. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ქრონიკას 8 საათზე, მოგესალმებით ლაშა ხარაზიშვილი. თეკლა მოიცა ბანკი გაძარცვეს? ხო, 3 მძარცველი ყოფილაო, 1 გოგო და 2 ბიჭი. თეკლა! წარმოიდგინე ლაშა პატა და სოფი რო იყვნენ ბანკის ძარცველი. მოიცა, ელენე, პატა დღეს დილით არ ამბობდა, ფული უნდა ვიშოვო სასწრაფოთო. არა, თეკლა რა სისულელეა. ხო. ლაშასთან ვრეკავ და არ პასუხობს. არც პატა. სოფისთან დავრეკავ. მოიცა, ვრეკავ. თან მაინტერესებს ტელეფონშიც კაცი ვითხმა ხო არა აქვს. აი, გავიდა. თეკლა. ისევ აქ დარჩა სოფის ტელეფონი. მოიცა, მაჩვენე მაინტერესებს სოფიკოს რა სახელით უწერი ვარ. თეკლა მოკლე ფეხება. აიმე თეკლა რა ვქნათ? არ ვიცი, რაც გინდა ისქენი ელენე. ვაიმე თეკლა ჩამოდი. ნახე სოფის მიუწერიო ლაშასთვის SMS-ი. იარაღები და ნიღაბი წამოიღე და წამოდიო. ვაიმე ელენე, ნახე პატასთვისაც მიუწერია. ვიცი ფული როგორც უნდა ვიშოვოთ, მე ადგილზე ვარ გელოდებით. აიმე, გავგიჟდები რა თეკლა, რა გავგიჟდები. რა ბანკის ძარცვა. აი ელენე, ხედა ვინ ყოფილა ეგ შენი სოფი. ეგ ყოფილა ცივსისხლიანი ძარცველი და გულისმაგივრად თქვა აქვს. ხო, აი სხვა SMS-ად წავიკითხავ და ნახე. მიდი, წაიკითხე. ჩემო საყვარელო ბებო, ძალიან მენატრები, ძალიან მიყვარხარ. მომენატრა შენი ტკბილი მოფერება. ბავშვობა გამახსენდა და ავტირდი. ელენე, აი ხედა, გვაქვს. თეკლა, რა დრო სოფის ბებია? არა რა, ლაშა რა და სოფო და პაატა. ელენე, პაატა რაშვაშია, ლაშა აიყოლიებდა. ლაშა რაშუაშია, პაატა სჭირდებოდა ფული და პაატა აიყოლიებდა. სოფი აიყოლიებდა. სოფო. რა, აი ვიცოდი ელენე, რომ სოფიკომ ძარცველი იყო. ხო, რა, 2 შეყვარებული წამართვა და ახლა მესამეს მართვა. ძარცველი იყო რა. ლაშა რა, არა ესე იგი, ჯერ ეს ნარკოტიკები, ახლა ეს ბანკის ძარცვა. ელენე, ნარკოტიკები ტყუილი იყო. უი, თეკლა ეგ სულ მავიწყდებოდა ტყუილად ლანძღავ ხოლმე. არა რა, ლაშა ისეთი ბოთია, მაგას უეჭველი დაიჭერენ.
თეკლა იცი რას ვიზავ? ახლავე დავრეკავ ლაშასთან და ვეტყვი რომ მოეშვას ამ სისულელეს. თეკლა, მაგრამ მართლა თუ ბანკს ძარცვას ხელი არ შეუშალო, დროს არ დაურეკო. აუ პატარა, თუ ბანკის გასაძარცვად მიდიოდი, რაღაც სოფიკო წაიყვანე, მე ვერ მითხარი. თეკლა, იცი რაშია საქმე? სოფი იმიტომ წაიყვანეს, რომ დაცვის ყურადღება მიექცია. მერე? ელენე, მე იცი როგორ ვიქცევ ყურადღებას. აუ ისე რა მაგარი იქნება, მართლა პაატარო დაიჭირონ, ციხეში მაინც ვივლი ხოლმე პაატასთან პაემანზე. ხო. რა ბანკის ძარცვა, რომელი ბანკის მძარცველები ეგენი არიან? აუ ელენე, წარმოიდგინე, რა მაგარი იქნება, რომ შევარდებოდნენ ბანკში და დაიყოს სოფიკო რო იყვირებდა. დაწექით ეს ძარცვა. დაწექით ეს ძარცვა. ვიჭე, მე მგონი გოგონამ გასაგებადა თქო რომ დაწექით ძარცვაო, ხო? დაწექით ეხლა, რას მიყურებთ? ხო, კარგია. მე და შენ ვართ ბონი და კლაიდი. არ გაიძრეს არავინ ისე. ბონი, კლაიდი და პაატა. ეგრე არ გაიძრეს არავინ. არავინ არ გაიძრეს. მოდი პაატა, ვერ ხვდები მე დაადი შენ მაგიდაზე, გამოიწვიე. ისოდე ვისური ისოდე. კიდე ერთხელ ვისური ისოდე. და იგი არ გაიძრა, ხელები მაღლა გოგონი ხელები, რატომ ვიყურებ? რა იწოდების ვი, ან უთხარი, ან ხელები მაღლა, ან არ გაინძრეთ, ან რაღაცა უთხარი ისე. კარგი, ჯერ ხელები მაღლა, მე არ გაინძრეთ. ხელები მაღლა, იცოდე არა? ბაში, ძალიან ჭყიანია ესი არა. ვაიმე, რა ხმა მაღლა ის ხო არ შეგაშინა. მოპატიე რა არ მინდოდა მაგრამ. ვინ არის აქ უფროსი? მე გახლავართ. მიდი ელაპარაკე. ჩამოდი. ხოდა მთავარი სეიფი გახსენე. მთავარი სეიფი? ვერ გაიგე რა გითხრა. გახსენი მთავარი სეიფი რო გელაპარაკე. მაგრამ პატარა ბანკია, ფილიალია და ერთი სეიფი გვაქვს მხოლოდ. გახსენი კაცო რაც გაგახსენე. ახლავე გავხსნი. იცოდა დაჭმუჭმული და უშნო კუპირები არ ჩაგლამაზე ჩააწყერა. და კარგად დაითვალე არ მოგვატყუო იცოდე, გაიგე? შენ მაგ მაიმუნობას ჯობია მიდი გად და უყურე. თუ ხელები მაღლა. პოლიცია თუ მოვიდა ხო უნდა გავასწროთ. ხო, მართალი ხარ, ხო. მაშინ შენ ეხლავე დაიძარი ლაშა. ხო, მიდი. ვაიმე, ქალბატონო რა ლამაზი მძივი გიგეთ. მადლობ. ეხლა არ მცელია, მე ნომერს დაგიტოვებ და შეგხვდები და კარგად დავათვალებთ. ხელები. ლაშა. სახელს ნუ მეძახი, სახელს. ხო, კარგი, დარწყნარდი რა ჭის. ტორონჯაძე. ტორონჯაძე. გვარსაც ნუ მეძახი. კარგი, დარწყნარდი, კარგი. მუცაზიჩ. ეხლა ჩემს მისამართი და ტელეფონის ნომერს იტყვი და ჩაიწერეთ ეგეც, რა ვიცი. რა გინდა კაცო, რა გინდა გამაგებ. რა უნდა ვიდოდეს ლაშა? როდეში მართლა რომ მოვიდეს პოლიცია რა, მე ბეგეგმა გვაქვს? კი, ხვალ მოდივართ ხელფასი ცნობებით და ვიღებ ცესხს. ეგ ცესხი კარგი ხელები, ერთი წუთი ცესხი კარგი რაღაც გამახსენე. გამოიწვი. გამარჯობა გოგონი, თქვენ აქ მუშაობთ ბანკში, ხო? სახელი რა ქვია? თამუნა. მართლა თამუნა აწერია ლაშა. ამას მე ნამდვილი სახელები აწერია, თურმე გაიგე რა ხდება. თამუნა მოდი აქ დაჯექი, ხელები მაღლა. შედი ახლა ეგ, შედი, ნუ ნერვიულობ. პაატა ფერაძე ჩაწერე მან. პაატა ფერაძე, დზე რა გჭირს, ხო, ჩაწერე. მიდი ჩაწერე და ახლა იმას დააჭირე, რა ქვია. დააჭირე, ახლა შედი კიდე შიგნით, ხო და დააჭირე დელეის დააჭირე, დელეის და რას მიყურებ? წაშლა დააჭირე, რო გეუბნები, წაშლა დააჭირე. აი ეგრე. მადლობა თამუნა. სოფი, მომიოცეთ ხალხო კრედიტი გადავფარე. რა ვიცი იარა.
აღია, იცი, ფშხილები გამიფუჭა და წავიდეთ რა დროზე. წავალ, არანაირი პრობლემა არ არის. ვერ გაიგე რა თქვა დაიკო, მოდი რა ჩქარა ჩაალაგე რა არ ვალოდინოთ რა შეიძლება მოგწოდე რა აი ბოლოს შეგვიძლია ჩადე დონატებით დაადაზებიდან მიდი. დონატებიც ხო? აინებით. ხო, აინებით. ხო. მილიონი ოღონდ ჩვენ წავედით. წავე ხელები არ გაინზრეთ იცოდე. გავედით, სოფი. გავედით, ხო, გავედით. მაგრამ მომისმინე ხა მარტო დოლარის კუპიურებია და ევროზე უნდა გადავახურდაოთ რო არ მოგოგო. უი მართალი ხარ, ერთი წუთი მოდი. დიახ. მომისმინე თქვენთან ევროს კურსი როგორია? მაღალია, მაშინ ბოდი სხვაგან გადავახურდავებთ ხო? კარგი. გავედით, სოფი. მე ჩანთ არ უხდება, ჩემ ფეხსაც მე წამოიღე რა შენ. რა პრობლემა? გავედით. სახეზე არ დაგვიმახსოვროთ. სახეზე იცოდე და ხელები მაღლა არ ჩამოწიოთ ხელები, გავედით. ნაშვები რასაკეთებ ვერ გავიგე. მომისმინე შენ რა უნდა კითხო ისე რა ქვია. ეს მუშაობს ხო? ამით კომუნალურების გადახდა ხო შეიძლება ამით? კი შეიძლება, კი. ხო, კარგი, მაშინ ერთი წუთი გადავიხდი. ხო, კარგი, თამუნა. ან როგორ არიან? ამ ტელევიზორშიც არაფერს არ ამბობენ. ო, როცა გჭირდება, მაშინ ცუც არაფერს არ გამოაცხადებენ და ისე. ლაშა, როგორ ხარ? მოიცა მე ფარდებს ჩამოვაფარეთ ეთე. რა ხდება ხალხო რა გჭირთ რა არის? ხომ მშვიდობა რა ხდება? რა გჭირს ლაშა? ჩვენ რა გჭირს როგორ არ გცხვენია? ამ მცხვენიერა რამის ჩაცმა დამავიწყდა? რა ხდება გამაგებინე? ლაშა, შენ გაგვაგებინე. პაატა სად არის? სახლში? ესე იგი მარტო სოფიკო დაიჭირეს? ვინ დაიჭირეს რა ხდება? ლაშა, ახლავე მაჩვენე რა გიდევს ჩანთაში, მომეციო. არა. ლაშა, ყველაფერი ვიცი ტელევიზორში გამოგაცხადეს. ტელევიზორში გამოგაცხადეს? ლაშა, მომეცი ჩანთა. არა. მომეცი ჩანთა. არა. განები თავი ეს რა არის? რა არის და ფუნჯები? მოიცა, ბანკიდან ფუნჯები მოიპარე? რა ბანკიდან? მოიცა, პაატამ შენ და ქურდ ბაცაცა სოფომ ბანკი არ გაძარცვეთ? რა ბანკი გავძარცვეთ? კაფეტერია შევღებეთ, გვინდოდა თეკლასთვის სიურპრიზი გაგვეკეთებინა და აჰა. აუ, კარგი რა ლაშა რა ბანკი და საღებავი და ფუნჯი. მე მეკონა დასასვენებლად დუბაიში წავიდოდით. მართლა ფუნჯი ხარ. ეს დუბაი რა არის? დუბაიში ვითომ რა? აუ, შენ არ იცი დუბაი რა მაგარია. სამშვიდობებლად მოვედი, მივდივარ საფრანგეთში, ძალიან მომენატრებით. ასე უცებ გადაწყვიტე და რამდენი ხნით მიდიხარ? კი, პრინციპში ასე უცებ გადაწყვიტე. რამდენი ხნით მივდივარ ჯერ არ ვიცი, ელენა, დიდი ხნით ალბათ. შინელება, რა უსამართლობაა, შენ აქ აღარ იქნები და პარიზში იქნები. რა ცუდია. სოფი, ჩვენ ყველას ძალიან მოგვენატრები. ხო, თეკლა? ხო, იცი, მეც რემლებს ვერ ვიკავებ და აივანზე გავალ.
სოფი ანუ მიდიხარ პარიზში იქნები ხო თუ რაღაც იქნება შეგიძლია რომ დამირეკო თუ ვინმე რამე გითხრა ისეთი ხო ხდები გაწყენინა რაღაცა დამირეკე და მოვალ ხო დაურეკე ჯერ საბუთებს მოაგროვებს მერე საელჩოში მიიტანს პასუხს დაელოდება 10 დღის მერე თქვენ მე ერთი უფრინავის ბილეთის ფულს მოაგროვებს და მაშინვე შენთან გაჩდება აი მე მომწერეთ ხოლმე და მეც მოგწერთ ბავშვებო ლაშა შენი მეილი არ ვიცი მეილი მეილი ნიკამ გამიხსნა რა გამიხსენე შენ გამელი donglo@gmail.com დაგიწერა არა იყოს ნაკა დავიმახსოვრეთ მოდი ჩაგეხუტო ძალიან მომენატრები სოფი ხომ იცი გზავრობის წინ ყველას გადაკოსნა და ჩახუტება არ არის საჭირო მაინც 1000 ვირუსია და მართალი ხარ ნიკა ლაშა მე ფეკლას დაუძახებ მე მიდიხარ სოფიკო ფეკლა აი მე როგორ გავძლებ უშენოდ არ ვიცი აი რითი შევივსო ეს სიცარიელე ზაზუნა რომ ვიყიდო ხო კარგი აბა კარგად იყავი რას ჩამომიტან რომ ჩამოხვალ ფეკლა რას ჩამოგიტან და მოდი ჟურნალებს ჩამოდი მართლა კი მართლა 2007 წლის მოდი ჟურნალებს ჩამოგიტან რომ შედარებით თანამედროვედ ჩაიცვა ხოლმე ნახვამდის ბავშვი ნახვამდი მე ზიზღება საფრანგეთი სიყვარული წამართვა წავიდა სოფი და გაყვა ჩემი გულიც ხო ალბათ აეროპორტამდე აცილებს ხო აბა ორცალგულს თვითმფრინავში არ შეატანინებენ ლაშაბიძია გული გაქვს გატეხილი კი მეც გინდა არაყი მოვიტანოთ და დავლიოთ დავლიოთ ლაშა რა უნდა დაალიოთ ნიკა რა უნდა დავლიოთ დაგველია რა გამარჯობა სიცოცხლე გამარჯობა სიცოცხლე როგორ ხარ როგორ და აი კლიენტებს ხო ხედავ 5 წუთია რაც შემოვიდნენ და უკვე ნერვები მომიშალეს იცი როგორ ადამიანები არიან რაღაცნაირად რაღაცას გეტყვი და მერე გადაწყვიტე ამ ადამიანებზე ცუდი მითხრა თუ კარგია რა ესენი ჩემი მშობლები არიან მართლა რა საყვარლები არიან ისე სხვათა შორის ესე საყვარლად ჩემთვის ნერვები არავის არ მოუშლია მინდა გაგაცნო და ხო ხვდები არა ოჯახის შექმნას ვაპირებთ და ვაი მე ხა გავგიჟდები სიხარულისგან მოდი ჩემი მშობლები გადაარია შენებურად დატრიალდი ეხლა ნუში წამოიღე და ცივი წყალი თათია გაიცანი ეს ჩემი მშობლები არიან ეს დედა ეს მამა ეს კი თათია ჩემი საცოლე კარგი გოგოა მოიცადე დაველაპარაკოთ ვიფიქრე მოგეწონა თქვა მართალი ყოფილხარ შვილო დაჯიკი მართლაც რომ ოკეანესავით მშვენიერია ძალიან მიხარია რომ ჩემი შვილი გიყვართ ალბათ მადლობთ დედა ჩემი ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახავს მართალი კარგი გოგო თმებს როდის დაივარცხნ ხშირად თმებს ნუ დაიხვევ ხშირი თმის დახვევა თმის ჩვენას იწვევს არ გვინდა მელოტირ ძალიან ბუნებრივად აქვს ასეთი
კარგი, ნუ გაისწორე. ერთი, კარგია, ადგა. დაჯდა. კარგია. ოჩახ. აიგრე. ამი რატო გაჩერდი? შენ არ გაგიგია ბევრი ვარჯიში რომ არ შეიძლება. რატო იცი, მე გვინ გითხრა. ჩემი სხეული მეუბნება. ახლა ალბათ კუნთები მეტკინება. იცი რა არის? კუნთები რო გაგიჩნდება, მაშინ გეკინება, მაგრამ 1-2 თვე არ გედგინება ჯერ, ნუ გეშინია. მე მივხვდი რატო ხარ ეგეთი თან თალა. ეგ მეც ვიცი, იმიტომ რომ მიხდება. არა, იმიტომ რომ მთელი ოჯახი ხართ არასპორტულები. ნიკა, მან ჩემი შარვალი დევს რომ მომაწოდე რა. თეკლა, გეხვეწები ჩემ ოთახში აიტანე და დადეკა. აი ხო გითხარი. რა უთხარი კატო? რა უთხარი და ის რომ არასპორტულები ხართ მთელი ოჯახი. ჩვენ? და ბოლოს როდის ივარჯიშებ? არ მახსოვს. აი მაგიტომ ხართ არასპორტულები. არასპორტულები კი არ ვართ, უბრალოდ მეხსიერება მაქვს ცუდი. იცი რა, მე დავარბოდი კუსტბაზე ადრე, მაგრამ დავანები თავი. და რატო? იმიტომ რომ ის კალათბურთელი ბიჭები აღარ დარბოდნენ და მე რა მივიდა. ხო. იცი რა გოგოებო, მე და ნიკუშა სულ ვარჯიშობთ. ეხლაც ვაპირებთ ვარჯიშს და შეგიძლიათ რომ შემოგვიერთდეთ. მართლა? რა მაგარია. თან წონაში მინდა ცოტა დავიკლო. ხო და თუ გინდა რომ დაიკლოთ, მას შეიჭერ და დაიკლებ. ძალიან სასაცილოა. გადაკია. რითი დავიწყოთ? ჯერ დავიწყოთ ძალიან მარტივი სუნთქვის ვარჯიშებით. ცხვირით ვისუნთქოთ. მე წავალ აივნის კარს გავაღებ, თორემ იმ ხელცხვირებით სუნთქავთ რომ ჰაერი აღარ იქნება. თათი ერთი ლუდი მომიტანე რა, მიდი რა, მიდი რა. გამოჩი. იყავ, დაჯერ. იყო? კარგი ვიქნები. ესენ ჩემი მშობლები არიან, დედა, მამა, ეს პა და ჩემი მეგობარი. ხო ის თათიას გასაცნობად მოვიყვანე, ოჯახის შექმნას ვაპირებ და ხო ხდებია რა. რა, ოჯახის შექმნას აპირებთ უკვე? ვარა მაგარია! ვა, გილოცავ პროფესორო! რა მაგარია! მე რატო ესეთი მაგარი ამბავი რამდენი ხანი არ გამიგია? თქვენს გილოცავთ თქვენი შვილისგან სულ ასეთი მაგარი ამბები გამეგოს. რა მაგარია, როგორ გამიხარდა თქვენი გაცნობა, როგორ გამიხარდა? მეც სასიამოვნო. აბა შენი ხუთია. ადლობა. თათია, შვილო, ეს გამომართვი ჩვენგან საჩუქრად, გამომართვი ფულია. როგორი ბეჭედიც გინდა ისეთი იყიდე. გამოგერდოს. დიდი ხორცელი არ გვექნება. 12-15 კაცი დავსხდებით და ეგ არის. ახლა მე ისა რა ქვია, ბაბუა მყავს ხარაგაუში, ხო და იმან გამომიგზავნა არაჩვეულებრივი ღვინო მაქვს, სუფთა ალადასტური, 3 ლიტრი მაქვს, მაგრამ მთელი ხორცელის დათვრება გაოგნებულები იქნებიან სულ ყველა. რა ვიცი, ხო. ბატონო, ჩვენ არ ვსვამთ, მაგრამ ღვინო წამოიღე მაინც, ღვინის ელექტროლიტური თვისებები მაინტერესებს. ელექტროლიზის დროს ანოდზე და კათოდზე რა სახის ნალექი გამოიყენება? ძალიან კარგი ბიჭია ჩემი ზალი. უკაცრავად ბოდიში ქალბატონო, ეხლა რა ბრძანეთ? არაჩვეულებრივი ბიჭია ჩემი ზალი. ზალი! რა მაგარი! ზალი, სწორ ხო, დანანანა, ზალი. რა მაგარი, ზალი. ჩემი ზალი ძალიან ხიარია. მე წავალ ზალი. ლაშასთან რაღაც საქმე მაქვს და ეს რა ქვია, მე დავბრუნდები, აბა კარგად იყავი ზალი. თათია,
ჩემი ზალი ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან მხიარულია. ცოტა ცანცარაა, მაგრამ იმედია შენ გამოასწორებ. ხომ გამოასწორებ, შენი იმედი მაქვს შვილო. ზალს გამოვასწორებ აუცილებლად. კარგი, წავედით. ხურდა დაუტოვე, მაინც ჩვენი სარძლოა და. ძალიან ბევრი ვიცინე. მოთქვათ. რაც უნდა სუნთქვაში ვარჯიში, ვიცი სუნთქვა. ხო, იცი. აბა მიდი იატაკს დაადე ხელები. ყოჩახ. ეგრე არა. აი ეს. აი, ხედავ, არ გამოგდის. ეგ იმიტომ რომ მოკლე ხელები მაქვს. მაგას მეც ვაკეთებ, დი, გააკეთებ. ყოჩახ თეკლა ძალიან მაგარია, ყოჩახ. ყოჩახ კი არა მომეხმარე ვეღარ სწორდება. აი შალე ცოტა დადექი შენაკ. კიდევ დავისუნ. არა, მოიცადე. ეხა მე აქ დავდგები და რასაც გავაკეთებ, ყველაფერი გაიმეორეთ. ნიკა იცოდე გააკეთე, ყველაფერს ვხედავ. მარტო მე რატომ ხედავ? იმიტომ რომ თან თალა ხარ, თან გაიღიმეთ. ბატონო პროფესორო, ძალიან გამიხარდა თქვენი და თათიას ამბავი. კარგი გოგოა თათია. მეც კარგი. არა, კი, ვინგედავებათ. ხო, ეხლა რაზეც დაგიბარეთ. მოკლედ, მე და პაატამ ვიფიქრეთ, ხო, მე და ლაშამ. ხო, ჩვენ ანუ რა. ვიფიქრეთ, რომ ეხლა თქვენა თათია ალბათ შეუღლდებით, მოიყვანთ ცოლად, დაოჯახდებით, მერე დრო აღარ გექნებათ, რომ გაერთოთ, დრო ატაროთ, უფრო მეტად დატვირთული იქნებით და ვიფიქრეთ, რომ იქნებ ეხლა დღეს რომ რაღაც ესეთი კაცების საღამო რომ მოვაწყოთ. გოგონა გამოვიძახოთ, რომ რაღაცა გვიცეკოს ამ გოგონამ სასმელებს ამოვიტანთ, რაღაცა. ჰა, ბატონო პროფესორ, ჰა? აქეთ გადავშდები. და მანდეთ რა? ანუ აქედან უკეთესად გამოჩნდება. ეგრე რა ბატონო, ეგრე რა. ხო, ძალიან კარგი, ხო. ერთი პრობლემა აქვს. რა პრობლემაა? რადა ის მოცეკვავე გოგო რომ მოაქვს, თავის სიმღერებს წამოიღოს და მე უცხოური მუსიკები არ მიყვარს. რა არც ეგ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო არ ჩავართვევინებთ იმ თავის სიმღერებს და ბოლო-ბოლო ჩვენ წავიღიღინებთ და ეგ არის. თქვენ რას წაიღიღინებთ? რას წავიღიღინებთ და იმას, რა ქვია, ყოველ სნეულებაზე სიყვარულის ой, შეყვარებული სათვის ой ამას არა კი, მაგრამ მაინც არის ერთი პრობლემა. რა ვერ უსტვენ მე. ვერ უსტვენთ როგორ ვერ უსტვენ? თუ ის გოგო რომ მოვა და ცეკვას რო დაიწყებს, ემოციები ხონდა გამოვხატო და სხვანაირად არ შემიძლია ემოციების გამოხატვა რა. არც ეგ არ არის ახლა, ნუ შექმნით პრობლემას ბატონო პროფესორო. ბოლო-ბოლო ის მოცეკვავე გოგონა გამოვიძახოთ, ჯერ მთავარი ეგ არის. მოცეკვავე გოგო კი არ უნდა გამოვიძახოთ. უნდა გამოვიცეკოთ. გამოვიცეკოთ. რა კარგია თქვით. ზალი. აი ნახე რა ადვილი ხო ხედავ აი? შვენიერი. თეკლა შენ რატო არ აკეთებ? თეორიულად სწავლობ ჯერ. წავალე აბაზანაში შევალ წყალში ის ხომ ცოტა გამოვხიზლდები. ხო, იცი რა ნიუზ არ მაცობ თუ შეიძლება მოდი დროზე ახლა სანთლის ჯერია. ხო, სანთელზე შემოგიერთდებით. სანთელი. ეთყობა მაღალი წნევა მაქვს, ყველაფერი უკუღმა მეჩვენება. აი მე ცუდად ხართ ხალბეტონო ნუნუ? აი მე კარგად როგორ ვიქნები ელენე, რაც ჩემ აინდირამ გამიკეთა, სალაპარაკო გამიხადა მთელი კორპუსის. ვერავის ვეღარ ვლანძღავ, დავდივარ ასე და ყოველს უღიმის სახეში. დეიდა.
აი ხედა. ამ ფრიდონმაც გამასრო, ჩასაფრებული ვიყავი მთელი დღე. მიდოდა ერთი კარგად გამომელანცხარო გულს მომშვებოდა, მაგრამ გამასრო სადღაც და ველოდები არ გამოჩნდა. არა, არაფრით არ გამოჩნდა. ოხ, თეკლა, შენც კარგი გასალანძღი მყევ ხარ რა? ბატონო, ნდეიდა. რატო და გაყოლოდი ფრიდონის ბიჭს ესე დღეში ხო აღარ ჩავარდებოდი. კარგით დაწყნარდით ქალბატონო, დამშვიდით. ასეც უნდა თუ იყავით რა სამუდი. ანუ მოძრაობა არ შეიძლება მეთქი. ვაიმე, რო არ ამოსულიყავი, როგორ გაიგებდი რომ ცუდად ვარ? დაგერეკათ და ჩამოვიდოდით. ამოხვიდეთ და თქვენ ზურზუთის თავი მქონდა იქ რა. იმიტომ ამოვედი. ხო, გამოვიცეკოთ კიდე გამოვიძახოთ რა პრობლემა. ხო, კარგით, არ არის პრობლემა, გამოვიცეკოთ, გამოვიძახოთ. ლაშა, რა უნდა კითხო? შენ 4-ვე ცოლის მოყვანაზე ერთ და იგივე გოგო გამოიძახე თუ გამოიცეკვე თუ რა ვიცი, ხო? კი. ხო, ანუ ახლობელი გამოდი შენ, მიდი დარეკეთე, ხო, მოვიდეს მინდა. მიდი. არ მინდა ეხლა ეს მაიმუნობა რა. მიდი. ისე სხვათა შორის მე მაქვს ერთი სტრიპტიზ კლუბის ნომერი. გავრეკოთ იქ და მოიცა, აბა რა თქინდა შენ სტრიპტიზ კლუბის ნომერი? დადი ხარ სტრიპტიზ კლუბებში, ჰა? რას დავდივარ, ერთხელ ნასვამი ვიყავი და ჩამიწერეს ბიჭებმა ამაში. წაშლაც არ ვიცი როგორ არის თორე. მიდი დარეკე, მიდი. დარეკე. აი რა შვება ახლა აღარ იყავს კაცო. არა უშავს, პრობლემა არ არის თუ არ გავიდა, თუ არ აიღეს ყურმელი, ბოლო მე ვიცნობ ერთ ხალხური ცეკვების სოლისტ გოგონას და იმას გამოვიძახეთ და სკამზე განდაგანას იცეკვებს. არა, ვიქნო ბატონო პროფესორო. ძალიან. მოიცადე. ალო. გამარჯობათ, მამაკაცების კლუბია? ხო, მე ვარ ლაშა. რა ვიცი არა მიშას, ხო რა ვიცი, ხლა აღარ მქონდა დრო რომ შემოვერბინა თქვენთან და ხო ლიზი როგორ არის? ჩემგანაც. კარგი, ხო რაზე გირეკავთ ახლა? მოკლედ გოგონას გამოძახება გვინდა რა და ხო. კი. მისამართს ახლა ჩაგაწერინებ. ვაიმე ჯანდაბას ჩემი თავი, რენე, ჩემი თავი ჯანდაბას რა დღეშია, ჩემი ემზარი რა დღეში ჩაგდო ამ ჩერჩეტმა გოგო. ისე დღეშია ჩემი ემზარი, ისე ერიდება გვერდზე კორპუსში ზის დილიდან და გამომლებთან სვავს. იმას გაუხმება ის ლოთითა. ისე რასაც ქალბატონო, ძალიან კარგი ბიჭია ეს ბობი, ხო. ვაიმე ელენე, გააჩერე შენი ძიძა თორე მუცნაურ პოზაში მივალ და გამოვკვანძა. რენე, მინდოდა წითელ დიპლომიანი სიძე შემოსვლოდა სახში და რა მიქნა ჩემო გოგომ წითელ თავიანი კაცი არ შემოგვიყვანა სახში. ვაიმე და ვაიმე. დამშვიდით ქალბატონო, სხვათა შორის კატო მიცის არაჩვეულებრივი სარელაქსაციო ვარჯიშები. ვაიმე, მართლა? ისეთი ვარჯიში არ იცი რომ ფრიდონს და თავის ბიჭს გაუსკრეს ის თავები? იცით ქალბატონო, თუ გინდათ მართლა შემოგვიერთდით. ესე თქვენ არ გაწყენდათ. ხედავ რას მეუბნება? მე მთელი დღე ლიფტის ფულზე ადი-ჩადი მეზობელთან შედი განაცხი გამოდი. ამაზე კარგი ვარჯიში დაგინდა. დედა რა შემაინდა რამ ესე დღეში ჩამაგდო მეზობელთან ვეღარ შევდივარ და ამოვარდი ქალი ფორმიდან თორე ისეთ ფორმაში ვიყავი. კორპუსში ქალი ვერ მჯობდა. თუ არ ჯერას კითხე ელენეს და თეკლეს. კი ბატონო, კითხავ ახლა ერთ წუთი. რა ფორმაში გინდა ჩაცმული რომ მოვიდეს ის გოგო მოწვა? რა ვიცი, მე რა ვიცი. არა, რამე პროფესია აირჩიეთ რო ესე. იურისტი? იურისტი? რა იურისტი? ფილოლოგი მაშინ. ფილოლოგი და ეკონომისტი, ბუღალტერი. ექიმი. კარგია ექიმი? კი. ალო. ექიმიო, ხო. კარგი ლოლა რამე ურჩია. კარგი, ხო. მოკლედ, კი ბატონო, კარგი საღამოს აქვს. ველოდებ. გადაწდა ექიმი ესე იგი. ხო, რა მაგარი იქნება ექიმი. ესე იგი, ყველაფერი მოვაგვარე, საღამოს აქ იქნება გოგონა. ძალიან კარგი. აუ, მაგარი. გიჟდები თავგადასავლებზე. გიჟური თავგადა ექიმი. ვიყურეთ, იქნებ გული მაინც გადააყოლოთ. რა, თეკლა ვერაფერს ვერ აკეთებ რა. გამიშვით ერთი გამაყარო. გამოდი ერთი აქე და მიყურე. კარგად. შეხედე.
საყდენი კედელი რომელია? ნიკა ბობის და ფრიდონის საქმე ცუდად არის. ნუნუმ ვარჯიში დაიწყო. ჰაერი არ იყო. ეხლა ადგილიც აღარ არის. ავედი. ეს ძნებია. ფოტოშორის ფიზკულტურაში სულ ხუთები მყავდა. შპაკატი და ეგეთი საჩინელი რაღაცები ჩვენ დროს არ იყო. სხვა დრო იყო მაშინ თეკლა. იცი რა იყო მაშინ ჩვენ დროს მოდაში? შეხედე წინკლავი, განკლავი, ზემკლავი, წინკლავი, განკლავი, ზემკლავი. არა ჩვენ ვიყო რა დრო იყო. ვაიმე. წამოწეთი და ვაიმე როგორია? ვაიმე სასწრაფოს გამოუძახე. ვაიმე. ძალო გოგოს დეკ ერთი წუთით. სულ ხისთვის ვიზახებდი ხოლმე სასწრაფოს და კორპუსში მომჭრის თავს. ძალიან გთხოვთ არ გამოიძახოთ. სალაპარაკოს გახდება და ისაც ყველა ლაპარაკობს ჩემზე ელენე. აი ინდირას დავურეკავ, ეხა ვურეკავ და ვეტყვი რომ ცუდად გახდით ვარჯიში. არ უთხრა რომ გამკლავის დროს და მემართ არ უთხრა. გავიდა, რა უთხრა? ის ინდირა თეკლავ არ გამარჯობა. უთხარი რომ საიქიოს გამაგზავნე შენ. შენ საიქიოს გამაგზავნე შენ. ინდირა. აი, ნუ დეიდამ არაფერი კარგად არის, კარგად. ცოტა გავაზვიადე, დაგირეკავ მერე. აი მე სასტრაფოს თუ არ ვიძახებთ, ოჯახის ექიმს მაინც დაურეკავ, რა ვიცი, რამე სერიოზული არ იყოს. კი, ოჯახის კი. გავიწევთ. სად არის ეს გოგო ამდენ ხანს რა? აქამდე უნდა მოსულიყო. მიდი პაატა გახედე ერთი სადარბაზოში გახედე. ვინმე არ დაინახოს, მიდი. გახედე, კარგია, გავხედე. გავკი არ მიზარება, მაგრამ როგორ უნდა ვიცნო ახლა ის მოცეკვავე გოგო მითხარი ერთი აბა. ნეტა როგორ უნდა იცნოს სადარბაზოში მოცეკვავე გოგო, რომელიც სადარბაზოში ცხოვრობს? ინდირა, ბობი, ფრიდონი და ნუნუ. ნეტა როგორ უნდა იცნო? ხო. მიდი პაატა გახედე, თორე ფრიდონმა არ გამოიცემა. წავედი, ვაიმე. მიდი. აბა წავედი. სად არის ამდენი ხანი? მოდი რა შენ კიდე თუ მოდიხარ რა, სად არის? გამარჯობა. თქვენ გამოიძახეთ ექიმი? კი. ჩვენ გამოიძახეთ. აქეთ მოვძანდით, ჩვენ გვჭირდება მკურნალობა, მოვძანდით. აბა ბიჭებო, წავიდა მკურნალობა ეხლა, წავიდა. გამარჯობა. ესა თქვენ ახალი ხართ? არა. არ მეცნობით და მაგიტო. მოვძანდით. ბოდიში დამაგვიანდა. გამოძახებაზე ვიყავ ერთი მოხუთი კაცია, ყოველდღე მიბარებს და მეც დავდივარ. ბაბუ ნახე? ექიმო. აბა გისმენთ რა გვაწუხებს? რა კარგი იყო ეს აგვაწუხებს. დაიწყო. საინტერესო. ექიმო რა გვაწუხებს? რა გვაწუხებს და ჩვენს მეგობარს მოყავს ცოლი რა? ხო და ხო ხვდებით. ეს მეგობარი მე გახლავართ. ესე გასაგებია ყველაფერი გული აჩქარებული, წნევა მაღალი. ვა, ნახე რა პროფესიონალია, ნახე. ექიმი. ექიმი. დავიწყოთ? ეხლა მომცივნებს. გამცივნებთ? ეხლავე გაგცინჯავთ სკამი თუ შეიძლება. სკამი გინდა? ექიმო, მე მაინც სანამ დაიწყებთ კარს შავკეტავ, თორე პაციენტი არ გავგექცეს, ექიმო. ხო. აი, თქვენი სკამი. მადლობთ. სკამოიც. არა. ეს მეძს. აბა, ჰე. არაგაც. საშა, აცადე თვითონ უკეთესად წოდინაში. ხო, ისე პრინციპში კი არა, არ მეცნობა უბრალოდ შეიძლება არ იცის თქო. აცადე, იქნება რაღაცა ისა აქვს, თავისი პროგრამა მიყვება იმას. გაჩერდი. ისა. ექიმო. გინდათ თან მუსიკა ჩავთოთ, ჰა? რა ვიცი, როგორც გინდათ. კარგი, მაშინ ან წავიღიღინებ. დავიწყოთ, ხო? Na 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 na. Დაიწყო, მიდი, გაუსინჯე. დარამ დარარა. მაგარია.
დაიწყო. თქვენი ხმა არ მომწონს. აბა პირი გააღეთ თქვენი ხმა არ მომწონს. პირი გააღეო დაიწყო. ესა მეც მტკივა ცოტა ყელი ექიმო და ჰა? თქვენც გაგსინჯოთ. ხო. ლაკა ისი ავანგარია. ეს ექიმო, მეც მტკივა ყელი ვეღარ ლაპარაკო და გამსინჯეთ რამეც რა ექიმო. ერთი წუთით ხელს მიშლეთ. ბატა დავაცოდე ეთყობა რაღაც ახალი პროგრამა აქვს. ისე მენდერო სათითაოდ მოვხედავს სულ ყველას. კი ბატონო, ბოდის გიხდით ექიმო, ხმას არ ამოვიღებ, ჩუმად ვიქნები. მაინც ხო ხდებით, მეშინია რომ ექიმმა ნინცი რო არ გამიკეთოს. ხომ გითხარით ხელს მიშლით ხო არა? ლაშა რა ხდება? ამაში ვიხდით ფულს? ხო, რა ვიცი, ექიმო, ეს ექიმო ხო. აბა, გვიმკურნანეთ ახლა, ჰე? მე გავიხადო? გაიხადეთ, ეთყობა რაღაც ახალი, არ მეცნობა მეთქი ვამბობ და ხო, ალბათ ჩვენც რა ვიცი. ღრმად ისუნთქეთ თუ შეიძლება. თქვენ დაიწყეთ და ღრმად თავისთავად ამესუნთქეთ. დაახველეთ თუ შეიძლება. ექიმო. ხელს მიშლით. რა ხელს გიშლით რა ხდება? მე სხვანაირად წარმომიდგინე ეს ამათი რაღაცა პროგრამატურაც არის და ეს კიდე სხვა რაღაცებს აკეთებს და ნუ თუ ესეთი გარყვნილი ვარ ლაშა შენც. გოსო, ეს ჩაქუჩი უნდა გამოიყენოთ? არ ვიცი, არ მგონია. არა, თუ რამეა დაგიმატებთ, არ მოგერიდოთ გვინდა. აუცილებლად გეტყვი. მადლობა. პროფესორ. მოგწონს ახლა ეს? დავიცი არა. ეს ექიმო თქვენ თუ ეს ხო, გოგონა, შენ შემოგივიდა. ეს გენცო. ეხლა თქვენთან რო დავრეკე, კი მიპასუხეს ამ კითხვაზე, მაგრამ უბრალოდ ბოლოს ვეღარ მოусმინე და აღარ მახსოვს და მოდი კითხავ თქვენ პირდაპირ, ხო? აი თქვენთან იქ რა. ექიმების გარდა არიან კიდე? რა ვიცი, მარტო ექიმები ვართ და ძღოლი. ძღოლი? ლამაზია ეგ ძღოლი? ვინ თემური? ვერა. თემურიც არ მეცნობა და. ვაიმე, სად არის ექიმი ხას? მალე მოვა ქალბატონო ნუნუ. გავხედო? არა, იჩი, არ დავდოთ ეგ არ დამყოვიყავი თქვენ საკ. ვაიმე, გააჩაროს ვინმე ბავშვი თავის მატკიებს უკვე. მე გააჩერე. არა, აქ იყავით და აქედან გააჩერეთ. ნიკა, გაჩერდი. ვაიმე, რატო იგვენებს ექიმი? გახედოს ვინმე ყველაფერი მე უნდა გითხრა? არა, დაჯექი აქ შენ, ხო ხედავ სულ დათვარ. ნუ დედა, ცოტა უკეთესად არ ხართ? რა ვიცი, თითქოს ცოტა კი. მაშინ ვითამაში. არა, დაჯექი შენი, დაჯექი. მოგბრძანდით. მოიდა. გამარჯობა. ელენე, ასეც ხელა გარეთ? ასეც არა. ვაიმე, ელენე შვილო, ასე ჩაცმული მოვიდა ეს გოგო? კი. ნიკა, გაიხედე, ეზოში ემზარბიძეს გადახედე, ცუდად ხომ არ არის. მარტო თქვენ ხართ? დიახ. ეს ბავშვიც აქ უნდა იყოს? რა იყო, რამე პრობლემაა? არაფერი. ბევრი უცნაური გამოძახება მქონია, მაგრამ ასეთი ჯერ არა. ეს თქვენი სახელი? ეშლი. ეშლი ექიმო. აი ქალბატონი ნუნუსთვის გამოგიძახეთ. გოგო გაათხოვა და ემოციური სტრესი აქვს. ვარა თანამედროვე მშობელი ხართ? ვაიმე, რა კარგი გოგოა, ლამაზი და ექიმი. მეც მაძალებდნენ მშობლები, მაგრამ უარი ვთქვი, არ შემიძლია. ხო, რთული პროფესია. ვაიმე, არ შეგაწუხებთ ახლა თქვენ, მაგრამ გოგოებმა დარმადანებს დამანებს თავი და გამოვიძახოთო და სხვათა შორის სუმიდა ხოლმე თქვენი გამოძახება, როცა ჩემი ქმარი ცუდად არის, მაგრამ ეშინია. რისი?
მე რა ვიცი ეშინია. იცით რა, მე სახში ოჯახის პირობებზე რაც შეიძლება ვახერხებ რაღაცას მე თვითონაც. პროფესიონალი მაინც სულ სხვა. დეიდა. ბატონო. ემზარებიძია კარგად არის, მაგიდაზე ძინავს. შვილო. ეს არის ექიმი? კი. სამედიცინოზე ვაბარებ. დავიწყოთ ხომ? ფორმირ ჩქარება, სხვა გამოძახებებიც მაქვს. დიახ, აი დავიწყოთ. ნემს არ გამიგეთო სათეკლაოდ ხარ? არა, ნემს არ გავაკეთებინებ. სამივე დივანზე დასხედით. დიახ. All that I have is all that you give me. თეკლა, რასაკეთებს? ცეკვავს. რატო ცეკვავს თეკლა? აბა ნემსი არაო და. ეშლი, უკაცრავად, აქ რაღაც გაუგებრობა, რაღაც შეგეშალათ. თქვენ არ დარეკეთ ექიმი გჭირდებაო? კი. ხოდამ ნაცადეთ. ბოდიში. მოდი აცადე, იტყობა თერაპიაა ეთქვა. ან ექიმბაშია. ვაიმე, კიდევ კარგი ლაშა არ არის სახში. მეოთხე შეყვარებული ეყოლებოდა. ყვები. მესამე. ნიკა ეს ორად ითვლება. დედა, ეს გასინჯვაზე რა შევა და ოპერაციაზე რა სიზარს. დაასცხა ცუდად არის და კარები გაუღერთ. გაიხადა ხო ხედა. აივნის კარი კი არა, ნიკა ნუ უყურებ, შედი შენ ოთახში. დედა, მაინტერესებს მედიცინა. მე ნიკა კი არა, თეკლა და ელენე თქვენს ნუ უყურებ, ესეთი ექიმი მე არასოდეს არ მინახავს. მე მინახავს. მამა მალავდა ხოლმე თავის ოჯახში ასეთი ექიმის სურათს. ასეთი რა გითხარით, უბრალოდ გთხოვეთ ქალბატონ ნუნუს წნევა გაუზომეთ მეთქი. მე პროფესიონალი ვარ და ესეთი რამე ჩემთვის არავის უკადრებია. იცით, ჩვენ გვეგონა რომ ნამდვილი ექიმი იყავით. პირველი კანონი. არავითარი ფიზიკური კონტაქტი. დიახ, მაგრამ ჩვენ არა ეს როგორ მაკადრა? რაგი ექიმო, რა მოგივიდა ერთი წუთი. მე ჩვენ სხვანაირ ექიმს ველოდებოდით და რაღაცა გამოგებრება მოხდა ერთი წუთი, აგიხსნით რა. კარგად ბრძანეთ. არ არის აქ თქვენ ერთი წუთი ეს რა მოგივიდა ეს რა არის? როგორ შევსდით ეს რა? შევცხვით ბატონო პროფესორო რა. რა არის ამ მე მაინც კმაყოფილი ვარ. რითი? რა ბრონქები სუფთა მქონია. თბილისში დარჩები. 3-4 დღე დავრჩები და მე რეისები უკვე იქნება ალბათ. მოგასწარი რა, ამ ხელაკაცმა როგორ ამოგასწარი, მე კიბერზე ერთი გამაგებინე რა. ხერეთ მეჭერდი და აბა რა სიზავდი? ვინც ბოლო ის გოგო. სოფი შენ აქ არ წავედი საფრანგეთში? დამაგვიანდა. ჩემ ბრალი არ იყო მაღვიძა რა, არ გამაღვიძა. აუ, რა მაგარი ტიპია მაღვიძა რა. ანუ დაგინახა რომ ტკბილად გეძინა და აღარ გაგაღვიძა. მართლა მაგარი ტიპია მაღვიძა რა. აბა, შრუანტელმა დამიარა დედას გეფიცე.